ჭიათურის 56 და საჩხერის 50 საარჩევნო ოლქებში ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო. მოქალაქეების თქმით, მათ მშვიდ ვითარებაში მისცეს ხმა და მათივე თქმით, პროცესი წყნარად მიმდინარეობდა. რას მიეცით ხმა, როგორ საქართველოს, როგორ მომავალს? საქართველოს მიეცი არაძალადობას. როგორია თქვენთვის საქართველოს მომავალში, როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი შვილებისთვის? ლაღი, მშვიდობიანი ავტოვარია და მომავლისთვის ორიენტირებული ყველანაირი. რას მიეცით ხმა? მშვიდობას და მშვიდობას. შვენიერი კარგია, ნაცვალის ყველაფერი ნორმალურად ტარდება. არაფერი ესეთი ცუდი არაფერი არა. საჩხერის მესამე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამბობს, რომ პირველ ტურთან შედარებით დღეს ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით მაღალია. რეგისტრირებულია ჩვენთან 1205 ამომრჩეველი. ამ ეტაპზე 260-მა ამომრჩეველმა მისცა უკვე ხმა. არაფერი აბსოლუტურად და აქტივობაც წინა არჩევნებთან შედარებით დიდია. პროცენტ ციფრებს გეტყვით, აგერ 10 საათზე პირველ არჩევნებზე 93 ამომრჩეველი იყო მოსული და დღეს 99 გადავეცით. 12 საათზე 187, 17 იყო წინა არჩევნებზე და 260 12 საათზე ახლა გადავეცით უკვე ციფრი. გადასატანყუჩი იყო 22 კაცი წინაზე, ახლა 25 და 25-ვე მისცა ხმა. საჩხერის 50 საარჩევნო ოლქის მესამე საარჩევნო უბანში მისცა ხმა დღეს იმერეთის მხარის გუბერნატორმა შავლეგო ტაპატაძემ, რომელმაც საკუთარი არჩევანი დღის 12 საათისთვის გააკეთა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი გაიმარჯვებს და წარმატებები უსურვო ყველას. და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალს. მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა არჩევნები საირხის 26 საარჩევნო უბანშიც, სადაც ამომრჩეველთა სიმრავლე შეინიშნებოდა. ამ უბანში 1050 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შვიდ გარემოში მიმდინარეობს არავითარი გართულება, არავითარი ექსცესი, არაფერი, არც ერთი საჩივარი არ დაწერილა ამ წუთამდე და ამომრჩევლების ნაკადიც არის საკმაოდ უწყვეტად მიმდინარეობს ეს არჩევნები, საკმაოდ კარგად და მშვიდ გარემოში და ამ წუთში 12 საათისთვის იყო 208 ამომრჩეველი. პირველი ტურის 12 საათის მონაცემებთან შედარებით თითქმის 60 ადამიანით მეტია 12 საათისთვის. გადასატანი 38 სუბიექტი იყო საარჩევნო ყუთიდან გადასატანი და ეხლა მოვიდნენ უკვე გადასატანი ყუთი მოიტანეს და 2 ადამიანი აღმოჩნდა საავადმყოფოში, დანარჩენმა ყველამ მისცა ხმა და იქ ალბათ ისინი საავადმყოფოში მისცემენ, იქ სპეცია იქნება საავადმყოფოში და იქ მისცემენ ხმას. ეს გუშინ წაუყვანია თუ მოხერხდა იმათი ალბათ გუშინ უკვე აღარ შეიძლებოდა დამატებით იმათი ამოღება უკვე გადაცემული იყო სია. ექსცესებისა და დაძაბულობის გარეშე მიმდინარეობდა არჩევნები ჭიათურის მე-7 საარჩევნო უბანშიც. ვიყავი პირველ ტურში და ვარ ეხლაც. ძალიან ნორმალურად მიმდინარეობს, ძალიან დემოკრატიული გზით არჩევნები. ნაკადი ამომრჩეველთა ეხლა უკეთესია ვინმე პირველ ტურში და ამით მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ნორმალური კარგი არჩევნებია ჩვენ უბანში ყოველ შემთხვევაში. მე-7 უბანია ჩვენი საარჩევნო უბანი და გადასარევი უბანია. აი ვიტყვი რომ მე მართლა ასეთი კარგი უბანი არ მინახია. ყველაფერი კარგად თავისი კანონის, თავისი წესის მიხედვით ყველაფერი ტარდება. არავითარი დარღვევები არ ხდება აქ. 1252 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული ჭიათურის მე-7 საარჩევნო უბანში. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გაიარა 370 ამომრჩეველმა, სულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1252 ამომრჩეველი. 18 განცხადება ჰქონდა გადასატანი საარჩევნო ყუთის მიწოდებასთან დაკავშირებით, უკვე დაბრუნებულია ყუთი, 18-ვე მოაწერა ხელი და დალუქული გვაქვს და ველოდებით 8 საათს რომ დიდ საარჩევნო ყუთთან ერთად დავითვალოთ ხმები. პირველ ტურში იყო 1251 და მონაწილეობა მიიღო 353 ამომრჩეველმა. გადასატან საარჩევნო ყუთზე ჰქონდა 9 განცხადება. და ეს ცვლილება რით არის განპირობებული? ახლა რომ 18 გვყავს,
რა ვიცი, ხალხმა ალბათ მოინდომა ზოგი რა ვიცი, არ ყავდათ ალბათ ვერ გააცნობიერეს, რომ სხვასაც შეიძლებოდა მოეტანა განცხადება. ზოგმოდ სატელეფონო შეტყობინებით შემოდაგვირეკა და გაგვაგებინა თავიანთი ავადმყოფობის შესახებ და არ ვიცი, შეიძლება იაქტიურა ვინმე იმად გარშემო ყოფმა, ისედაც ტელევიზიით იმდენი რამეები გადაიცა, ხალხმა ალბათ გააკეთა არჩევანი და უნდოდა თავისი ნების გამოხატვა და ამით. ასეთივე სიმშვიდე და სიწყნარე იყო ჭიათურის 56 ოლქის პირველ საარჩევნო უბანზეც. რა თქმა უნდა, მშვიდ გარემოში წყნარად მშვიდად ჩვენც მივედი და ისინი დაგვდები, ჩავაგდეთ ბიულეტენი და წამოვედი. როგორ საქართველოს, როგორ მომავალს მიეცით? აუ, ძლიერ, თავისუფალ. ესე იგი, ყველაფერი სიკეთე რო ქონდეს ჩვენ და რო გამთლიანდეს ჩვენი საქართველო. ბედნიერ თავისუფალ გაერთიანებულ საქართველოს ჩვენი შვილების მომავალს მივეცით ხვა. პირველ საარჩევნო უბანში 1163 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 3 საათისთვის ამ უბანში საკუთარი არჩევანი 386 მოქალაქემ დააფიქსირა. წყნარ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები მშვიდად, მაგრამ არანაირი ექსეს ადგილი არ ქონია. მოდის ამომრჩეველი თავისუფლად თავის არჩევანს აფიქსირებს და მიბრძანდება. გადასაატანი 5 გავიდა 9 საათზე დილით ჩვენგან. ყავდა 15 ამომრჩეველი, წინა ტურზე ყავდა 17, ერთი გარდაიცვალა, ერთი თბილისში დაიყვანეს და 15 ამომრჩეველმა მისცა ხმა გადასატან 5-ზე. დაილუქა ჩვეულებრივად და დაბრუნდა უბანში პირველი საათისთვის. საჩხერეში 42391 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 17 საათის მონაცემებით ხმა ამომრჩევლის დაახლოებით 47%-ს ჰქონდა მიცემული. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძალიან წყნარ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საჩხერეში. საჩხერეში არის 57 საარჩევნო უბანი, 42391 ამომრჩეველი. 17 საათისთვის აქტივობა იყო 24250, 57%. საკმაოდ მაღალი. პირველ ტურთან შედარებით 6000 კაცით მეტია მოსული. რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონიდან და სოფელ ქართლიდან გადმოვიდა 70 ამომრჩეველი. აქტივობა ძალიან მაღალია ყველა უბანზე. ამჟამადაც რიგები დგას. ერთადერთი საჩივარი დაიწერა ჯალაურთის 52 უბანზე. ეს იყო პროცედურული დარღვევა, წილის ყრა, იმ პროცედურით არ გაიმართა, როგორც კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. თუმცა არ ვიცით ჯერ, რადგან მეორე მხარისთვის არ მოგვისმენია. მეორე ტურისთვის ამომრჩევლის რაოდენობა საჩხერეში 44-ით გაიზარდა, ჭიათურაში კი 100-ით, სადაც ბოლო მონაცემებით ხმას 43118 ამომრჩეველი აძლევდა. საარჩევნო პროცესი გაიხსნა კანონით დადგენილ ასე რომ ვთქვათ დროს და შესაბამისი პროცედურების სრული დაცვით. არანაირი ექსცეს ადგილი არ ქონია, იყო მშვიდობიანი განვითარება ამ მომენტამდე. ჩვენ ვატარებთ და ვახორციელებთ მონიტორინგს საარჩევნო უბნების. საჩივარს რაც შეეხება დაწერილი არის უკვე ამ დროისათვის 2 საჩივარი. ეს არის სამართლიანი არჩევნებისაგან და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლისაგან გარკვეულ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით. აქტივობას რაც შეეხება ამ დროისათვის მოსული არის 19375 ამომრჩეველი, ეს არის 44.93%. დაახლოებით 4000 კაცით მეტი არის მოსული პირველი ტურის ანალოგიურ დროსთან შედარებით. საოლქო კომისიის თავმჯდომარეების თქმით, წინასწარ მონაცემებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეტაპობრივად მიიღებენ.